წინა საარჩევნო კამპანიაზე. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები არა მარტო ამ მოახლოებული კანონო არჩევნების წინ არის დაფიქსირებული, არამედ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო 1991 წლებში მოხდა კანონიერი ხელისუფლების განდევნა საქართველოში, იმ დღიდან საქართველოში ტოტალურად იღება ადამიანის უფლებები. მე თქვენ შეგახსენებთ იგივე 91 წლებში კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი მანიფესტაციების უსაფუძვლო და სადისტური იგივე ადამიანების წამება, იგივე ადამიანების დახვევა, მასობრივი მანიფესტაციების დარღვევა და კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და თუნდაც მოქალაქეებისა და პიროვნებების რეპრესიები, რომელთაც არა მარტო სჯიდნენ სასტიკად, ისწორდებოდნენ, კლავდნენ მანიფესტაციებზე და კარდაკარ სახლებში აწიოყებდნენ და აღყავდათ, არამედ მიმდინარეობდა ტოტალური რეპრესიებით იდეური კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი მოსახლეობის მიმართ. და ეს მოსახლეობის ეს რაოდენობა იმდენად მაღალი იყო, რომ ფაქტიურად მოსახლეობის 90% კანონიერი ხელისუფლების მომხრე იყო. ამდენად რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ის რაც დღეს დაფიქსირდა, ეს არახალია და საკმაოდ შორიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ რაც საქართველოს უკანონო რეჟიმი, რომელსაც სხვა შეფასებებით და უფრო ცივილიზებული შეფასებებით ხუნტა ეწოდება, დღესაც აგრძელებს თავის რეპრესიებს არა მარტო საპატიმროებში, არამედ საღად მოაზროვნე, თავისუფლად მოაზროვნე და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ. ამის უთხوار მაგალითს წარმოადგენს თუნდაც ის ფაქტი, რომ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს გვალიმაგი და თავისუფლი 91-12 წლების 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ერთ-ერთ დამფუძნებელ ორგანიზაციას დღემდე რეპრესირებულია, არ ეძლევა არა მარტო პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ მას ელემენტარულად თავშესაფარიც არ გააჩნია, სადაც შესაძლებელი იქნება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. იგნორირებულია მას ეგრეთ წოდებული ოპოზიციური თუ პოზიციური მასმედიის ყველა საშუალებების მიერ. ამდენად ადამიანის უფლებების დარღვევაზე როცა ვსჯელობ, აქ არის ტოტალური ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც ვრცელდება საქართველოს მთელ მოსახლეობაზე. ვინაიდან თუნდაც მოახლოებული ეგრეთ წოდებული უკანონო არჩევნები, როგორი დემოკრატიული ნიშნითაც არ უნდა შეინახოს, ან თუნდაც შეიღებოს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სამართლიანი, ვინაიდან ის ჯერ ერთი არ ტარდება, ჯერ ერთი არ ატარებს მას ლეგიტიმური და კანონიერი ხელისუფლება. ის ეგრეთ წოდებული არჩევნები არ ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არღებულობს მონაწილეობას საქართველოს აბსოლუტური მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. აღარ ვლაპარაკობ იმ ემიგრანტებზე, რომლებიც რეპრესირებულები არიან სწორედ არა მარტო ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც და დევნილები არიან საკუთარი სამშობლოიდან იძულებით. ამდენად არჩევნების დემოკრატიულებაზე, ნება წინა საარჩევნო კამპანიაზე, რომელიც გასცდა საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ, ასე ვთქვათ, საარჩევნო კანონმდებლობებს, უკვე არ შეიძლება ჩაითვალოს ეს წინა საარჩევნო პერიოდი. აშკარად იკვეთება სულ სხვა ძალები, სულ სხვა ფაქტები და სულ სხვა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პროცესები. იმედი დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული არჩევნებიც თუნდაც ამ კუთხითაც არ წარმოადგენს დემოკრატიულ არჩევნებს და ერთადერთი გამოსავალი, რამაც შეიძლება საქართველოს მოსახლეობას მიანიჭოს, ასე ვთქვათ, უპირატესობა ჩაება ევროპულ ნებავ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ და მიღებულ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არა მარტო მოსახლეობის, არამედ მიეცეს უნდა საშუალება ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ჩაებას ამ საარჩევნო კამპანიაში და ჭეშმარიტად დემოკრატიული, ასე ვთქვათ, თავისი პროგრამები წარმოადგენს. ამდენად დღევანდელი საარჩევნო კამპანია ეს არ მიმაჩნია საარჩევნო კამპანია და იზრდება ყოველდღიურ დემოკრატიის ნორმებს. ალო ბატონო. როგორც ბატონმა მოახსენა, საქართველოში ეგრეთ წოდებული წინა საარჩევნო კამპანია იზრდება ყოველდღიურ დემოკრატიულ ნორმებს და შეგვიძლია აღნიშნული პროცესი ფაქტებით გავამყაროთ და დავასაბუთოთ არჩევნებში მონაწილე ყველა ეგრეთ წოდებული ძალა, ეგრეთ წოდებული შემთხვევით არ უწოდებს მათ, ფაქტიურად ფსევდოპოლიტიკური ძალები არიან და ყველანი ერთ, მე ვიცოდი შევარნა ისევ კარგ თამაშობს. ჩვენი აზრით
ეგრეთ წოდებულ არჩევნებში ნაციონალების ან ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გაერთიანება ოცნების გამარჯვება ნიშნავს გაიმარჯვოს 1991-12 წლებში სახელმწიფო გადატრიალების ხუნტის სამართალმემკვიდრე ძალა, რომელიც კრემლიდან იმართებოდა და რომელსაც საქართველოში დღესაც ბატონი ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობს. რაც შეეხება უშუალოდ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ძალებად ჩვენს მიერ წოდებულ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, პირდაპირ შემიძლია მოგახსენოთ. ხშირად უყურებთ და ხედავთ ტელევიზიით სარეკლამო რგოლებს, სადაც ბატონი სააკაშვილი თვითონ აცხადებს, მისი ბლოკი თვითონ აცხადებს, რომ ისტორიის ბორბალს უკან ვეღარავინ დააბრუნებს და თურმე ასტანაში და შევარდნაძის ხალხი ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. ავიწყდება მას თვითონ, ვინ aqავს მრჩეველები, იგივე სასოწინცაზე, იგივე ვაშაძე, იგივე სხვადასხვა პიროვნებები და იგივე თუ გნებავთ ის თარგამაძეც, გიორგი თარგამაძეც, თუ ვისი შვილები და ვისი წარმომადგენლები იყვნენ უახლოეს ისტორიულ წარსულში. საიდან აიდგეს მათ ფეხი პოლიტიკურ ასპარეზზე. ავიწყდება მას EDP, რომელიც უშუალო მონაწილეა კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალებისა და რომელიც ხელისუფლების სატელიტ პარტიას წარმოადგენდა დღემდეის. ავიწყდება მას ისევე იგივე ბურჯანაძის იქნება თუ იგივე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური წარმომადგენლობა. ნუ დავავიწყდებათ ისევ თვით სააკაშვილის უახლოესი ისტორიული წარსული, რამე თუ იგი ბრძანდებოდა EDP-ს წევრი მაშინ, როდესაც საქართველოში 1991 წელს რეფერენდუმი ჩატარდა და რის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრიობა კანონიერმა ეროვნულმა ხელისუფლებამ 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 91 წლის 9 აპრილს უზენაესი საქართველოს დადგენილებით გამოაცხადა. საყურადღებო და ნიშანდობლივია, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვიმეორებს და EDP ოფიციალურად ქართულ ხალხს მოუწოდებდა ამ რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ და პირდაპირ აცხადებდა ეს გაზეთებში დაფიქსირებული ფაქტია და ჩვენ გვაქვს ეს ფაქტები. სადაც პირდაპირ აცხადებდნენ მის ბოიკოტ, ვინც არ დაუჭერდა ხარს ბოიკოტს და მიიღებდა რეფერენდუმში მონაწილეობას, გარიცხული იქნებოდნენ საკუთარი პარტიით. ალბათ პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს სწორედ ეს ხალხი მართავენ საქართველოს. და ეს ხალხი წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, სწორედ ეს ხალხი არიან სახელმწიფო გადატრიალების მომხრეები, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე შემდგომ უახლოეს მომავალში შევარდნაძის დამსახურებით საქართველოს კვლავ განახლებული იმპერიის დსთ-ს ერთში დააბრუნეს. კრემლის მარიონეტული რეჟიმი ჩვენ ესე უწოდებთ და უწოდებთ მათ, რამე თუ ამის ფაქტები ძალზე ბევრი ყავს და ძნელი დასაჯერებელია. მიამიტები უნდა ვიყოთ დავიჯეროთ, რომ ის ძალები, ვის დღეს მიხეილ სააკაშვილთან დგას, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის იბრძვიან, რამე თუ მისი ისევ და ისევ იმეორებს. ყველა პოლიტიკური ხელისუფლების მაღალი ეშელონში მოკალათებული თანამდებობის წირი ან პირდაპირ ვთქვათ კრემლის აგენტია, ან უშუალო კავშირში არიან მოსკოვთან, ან ოფიციალურად წარმომადგენლები ბრძანდებიან კრემლის ხელისუფლებისთან. ერთ-ერთი მათგანი თქვენ ისევ მომიწევს გამეორება ვაშაძეა, ესე მომიწევს გამეორება ალასანიასი, ბატონი თემურ ალასანიასი, რომელიც ბიძა ბრძანდება ბატონი სააკაშვილისა და მრჩევლად-უზის და თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ მათი წარსული და ყველამ კარგად იცის მათი წარსული და ეს ძალები დღეს მიაღწიეთ ყურადღება ვითომ და ფსევდო ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულ ოცნებას რუსეთელობაში დებს ბრალს. საინტერესო ფაქტია, ნუ თუ არ იცის ოცნებისა და იმ ოპოზიციური ძალების ეგრეთ წოდებული, რომელსაც თქვენ ოპოზიციას უწოდებთ, წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის ის კრიმინალური ქმედებები, როგორც პრეზიდენტისა, რაც გამოიხატებოდა ყოფილ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში არჩევნების დროს მხარდაჭერა სანაკოევისა. გაპრეზიდენტება სანაკოევისა. თქვენ კარგად უნდა გახსოვდეთ ის პერიოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სანაკოევს უჭერდა მხარს პრეზიდენტის პოსტზე და როგორ აქტიურობდა მაშინ და ასევე ის პერიოდიც უნდა გავიხსენოთ, როდესაც ბაგავშის გაპრეზიდენტებას დაუჭირა მიხეილ სააკაშვილმა მხარი. რატომღაც ეგრეთ წოდებულ ფსევდოოპოზიციას და ამიტომ ეძახით კან ფსევდოოპოზიციას არ ახსენდება ეს ძიმე ბრალდებები დაუყენონ გევანდელ რეჟიმის წარმომადგენლებს და მხოლოდ იმ ბრალდებებით შემოიფარგლებიან, რომელიც თუ გნებავთ უახლოეს წარსულში დაფიქსირდა. ის კრიმინალური ფაქტი, რაც გდანის მერვე საპრობილეში მოხდა. რა თქმა უნდა ეს დასაგმოვი ფაქტია, რა თქმა უნდა ეს არახალი ფაქტია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ და თვითონაც აღიარა ბატონმა სააკაშვილმა, რომ იგი ციდან არ ჩამოფრენილა საქართველოში და მან იცოდა ამ ფაქტების შესახებ, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ რატომ ეხლა ჭირდებათ, რატომ ეხლა დაჭირდა არსებულ რეჟიმს მსგავსი ფაქტების გამოხმაურება.
სწორედ აქ იქეთაა მიმართული ყურადღება და თქვენ არ უნდა წამოვეგოთ ამანკეს, ესენი ყველაფერს აკეთებენ, რათა 2013 წლის მსგავსად სააკაშვილმა გადააბაროს მშვიდობიანი გზით, ვითომ და მშვიდობიანი გზით ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ ოცნების წარმომადგენლებს. რამე თუ ესენი ერთი და იგივენი ბრძანდებიან და რამე თუ მათ ორთავეს ერთი და იგივე მმართველი ყავს კრემლის სახით. მათ ინტერესებში არსების საქართველოს მოსახლეობის ინტერესები, მათ ინტერესებში არსების საქართველოს სახელმწიფოების ინტერესები და მათთვის სავსებით წარმოუდგენელია საქართველოს დასავლური ცივილიზაციისაკენ მიმავალ გზაზე დამდგარი. მათთვის საქართველოს ისევ და ისევ ესენგეში იმყოფება, ისევ და ისევ კრემლის გავლენის სფეროში იმყოფება და ასეთი მომავალი უნდათ მათ საქართველოს მოსახლეობისათვის, თორემ დამერწმუნებით ალბათ საქართველოსთვის უფრო მეტი ტრაგედია გახდა და გახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, აფხაზეთის დაკარგვა, სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დაკარგვა, რაც მათივე ხელშეწყობით მოხდა, მილიონობით ქართველი ემიგრანტი საქართველოსთან, რატომღაც ამ საკითხებზე ისინი საერთოდ არ იღებენ ხმას და ყურადღება გადააქვთ კრიმინალზე. ბაჩო ახალაიას მოხსნისი და ზღულაძეს დანიშნავს, რომ ნებისმიერ რომელიმე მათგანს მინისტრობის სავარდლიდან გაანთავისუფლებს და გადააყენებს, ეს აბსოლუტურად არ შეცვლის არაფერს, რამე თუ კომუნისტური ნომენკლატურა, რომლის წარმომადგენლიც სააკაშვილი ბრძანდება და მისი მთავრობის წევრები ბრძანდება, ასეთ კადრებს უამრავს იპოვიან იმ ახალგაზრდა ბავშვებს, ბაბათიე და ცხვირმოუხოცელ ბავშვებს კვლავაც იპოვიან ისეთებს, რომლებიც მინისტრების სავარდლებზე არ იტყვიან უარს, ამით აბსოლუტურად არაფერი არ შეიძლება არც ქართველი ხალხისთვის, არც საქართველოს მომავლისთვის. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში სწორედაც რომ ისა ქართულმა ხალხმა კეთილი უნდა ინებოს და მიხვდნენ და მე დარწმუნებული ვარ რომ ქართული ხალხი მიხვდა მათ თამაშებს, მათ ხრიგებს და ყოველგვარ მსგავს არჩევნებს, მსგავს ქმედებებს, მსგავს გათამაშებას, რაც 2003 წელს გათამაშდა საქართველოში, არ უნდა დაუჭიროს მხარი, არ უნდა წამოვიღოთ არსებული რეჟიმის იმ ხრიკებზე, რაც იგეგმება, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება კიდევ გათამაშდეს, რამე თუ მათი ერთადერთი მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობა მიტყუებით მიიყვანონ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ესენი ერთი და იგივენი არიან და ამის აუარებელი დოკუმენტიც გვაქვს, შეგვიძლია გაჩვენოთ 2003 წელს რამდენიმე ოცნების ლიდერების, დღეს რომ ოცნების ერთ-ერთი აქტიური ლიდერები ბრძანდებიან, როგორ იხწოდნენ ისინი, როგორ იბრძოდნენ ისინი მიხეილ სააკაშვილის გულისათვის 2003 წელს და როგორ უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილის მომავალ დემოკრატიის შუქურას და დემოკრატიის ბურთს და დღეს თურმე მასთან ერთად პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ყველანი გადაბარგდნენ მოწინააღმდეგეთა ბანაკში და ეს თამაში მე ისევ ვიმეორებ, არის შევარდნაძის თამაში, რამე თუ მათთვის საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება და არა საუკუნეების წიაღიდან. მათთვის საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ სათამაშო საჯილდაო ყვა, რამე თუ ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა, მათ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისთვის კი არა, საკუთარი პირადი წარსულისათვის და პირადი კრიმინალური ინტერესების დასაფარად ჭირდება. ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და სწორედ ამით არის განპირობებული ის დიდი პროცენტი, რომელიც ფიქსირდება, რამე თუ საქართველოს მოსახლეობა უნდობლობას უცხადებს ყველა იმ კანდიდატს საქართველოში დღეს იხრისკენ, რამე თუ ძნელია დაიჯეროს პიროვნებამ და ადამიანმა, რომ ინგო გრიგოლია დღეს თურმე ვიღაცას უპირისპირდება გუშინდელი შევარდნაძის დამსახურებით აუარებელი პრივილეგია მიღებული ქალბატონი. ოცნების ლიდერები დღეს ისეთი პიროვნებები არიან, რომლებიც შევარდნაძის გუშინდელ გუნდში იყვნენ და ნაციონალების ლიდერებიც ის ხალხი ბრძანდებიან, ეგრეთ წოდებული ლიდერები, რომლებიც ყველას კარგად მოეხსენებათ, რა ბინდური და რა საშინელი წარსული ჰქონდათ უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა შეკითხვისათვის და თუ კი რამე იქნება კონკრეტული თემა და კონკრეტული საკითხი ჩვენ ნებისმიერ ჩვენ ათქვამ წინადადებაზე შეგვიძლია დავასაბუთოთ აბსოლუტურად ყველაფერი. დიდი მადლობა. თქვენთან მეკნება შეგხვდა ბატონ მაუგლი. რას ნიშნავს? ბატონ მაუგლი, თქვენთან მეკნება შეგხვდა. რას ნიშნავს ბოიკოტი და რატომ არ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ბატონ მაუგლი? სრულიად საქართველოს წმინდა ელია მართლის საზოგადოება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ არც ერთ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. ამას აკეთებს წმინდა ელია მართლის საზოგადოება, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური ხუნტის სამართალ მემკვიდრე უზურპატორების მიერ დანიშნული არჩევნები, დაწყებული კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდგომ. არც ერთ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას და არ მივიღებთ მანამდე, სანამ საქართველოში არ დაინიშნება ლეგიტიმური სამართლიანი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების
და საბედნიეროდ ასეთი არსებობს ფინეთში მოღვაწეობს საქართველოს კანონიერის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ბატონი ბესარიან გუგუშვილი. ამდენად ჩვენ ვუცხადეთ ბოიკოტს ამ არჩევნებში. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, მე ეს მაპატიოს საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც დაიჯერა ამ მილიარდელი, შეიძლება იგი ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ იგი სათქო არ მგონია მე, იმიტომ რომ დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება ხალხის მისვლა არჩევნებზე. რათა კიდევ ერთხელ მოატყულოს საქართველოს მოსახლეობა, მივიდეს ისევ გააყალბოს არჩევნები და ისევ გაიხარჯოს ხელისუფლებაში არსებობა. და ხუნტის სამართალმემკვიდრე რეჟიმი, შევარდნაძის სამართალმემკვიდრე რეჟიმი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც ვარდების რევოლუციის ფარსით მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოს ანტიეროვნულია, ანტიქართველურია და ანტისახელმწიფოებრივია. ეს მისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე გამოჩნდა. ის ტერიტორიებიც კი, რაც შევარდნაძემ არ ჩააბარა რუსეთს, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს და გლავებით წამოიღო რუსეთის პროვოკაციას, შეგნებულად თუ შეუგნებლად ეს კიდე საკითხავია და იმდენი მოიმოქმედა თავისი უაზრო გაუაზრებელი მოქმედებებით, რომ მისცა კოზირი რუსებს ხელში, რათა აიღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ბატონი ბიძინას მე მაშინ დავიჯერებდი, რომ მისი პოლიტიკას მოსვლის შემდეგ მას საქართველოს უბედურების სათავედან დაეწყო ძებნა, თუ რა იყო საქართველოს დღევანდელი უბედურების სათავე, მისი ტერიტორიული რღვევისა, საქართველოს მოსახლეობის ემიგრირების წასვლისა და ის მიაგნებდა იმას, რომ ეს უბედურება სათავეს იღებს კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან. და მას აი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე პოლიტიკურ ძალებთან უნდა მოესინჯა ურთიერთობა, პოლიტიკური ურთიერთობა უნდა მოესინჯა და არა იმ პოლიტიკურ ძალებს, არა ის პოლიტიკური ძალების შემოეკრიბა, რომელთაც კანონიერი ხელისუფლების დამხობაში რომის წილი მიუძღვნა. ეს საქართველოს მოსახლეობა ახსოვს და ამიტომ არის რომ თითქმის 50%-ზე მეტი საქართველოს მოსახლეობას არც ერთ ხუნტის სამართალმემკვიდრე რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში არ მიუღიათ მონაწილეობა. კი ბატონო, კაი მიზნები ქონდეს ბატონ ბიძინას, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ აი ხალხის მიყვანით ისევ გათამაშდება ფარსი და ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ 50-50-ზე ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება შევიდეს პარლამენტში, რაც საქართველოს არავითარ სიკეთეს არ მოვიდეს. აი ამიტომ უნდა საქართველოს მოსახლეობამ გამოუწყდოს ბოიკოტი. ჩვენი აზრით, რასაკვირველია, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების აზრით. და ამ ჩვენ ვაცხადეთ ბოიკოტს კიდე იმით, რომ ეს გვიანდელზა ჩვენ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდია, რომელიც დღევანდლამდე რჩება ჩვენი საზოგადოების თავმჯდომარე. მადლობა. რა შეხედავთ გამოსავალს? სიმბოლური ალბათ ჩვენ ყოველ შაბათს აქ ამ ეზოში ვიკრიბებით, რამე თუ 1988 წლის სექტემბერში სწორედ აქ ამ ეზოში დაფუძნდა სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, რომელიც თავმჯდომარედ გახდა ბატონი ზვიად გამსახურდია და რომლის პოლიტიკური ბილდს წარმოადგენდა ბატონი მერაბ კოსტა. სხვა მრავალ ნაცნობ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად. სიმბოლურია თქო ამბობ, იმიტომ დღესაც გრძელდება ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, რომელიც 1991 წელს ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობამ
ბატონი ზიადისა და ბატონი მერაბის ხლებზე გადატარებით, საქართველოს მოსახლეობის დარაჯვით, თავისუფლებამდე იურიდიულ სამართლებრივ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. საქართველოს დღესაც დე-იურე თავისუფალია, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოს კვლავ ოკუპირებულია და არა 20%-ით, არამედ 100%-ით, რამე თუ კრემლის მიერ მარიონეტის აღმართელების მხრიდან დღესაც საქართველოს ხელისუფლებაში. რაში ვხედავთ გამოსავალს? დღეს ბევრი იგონებს ახალ ვეგასზე, ბევრი ეძებს გამოსავალს, თითქოს და შევარნაძის შეცვლით პირდებოდნენ სააკაშვილის გუნდით საქართველოს სახელმწიფოებრების აღდგენას და ვითარების გამოსწორებას. როგორც აღმოჩნდა, ეს ბლეფი, ეს ფარსი, პოლიტიკური თამაში კრემლის გეგმისა დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ არც სააკაშვილმა, ვერც სააკაშვილმა გაამართლა. და პიროვნებები ასეთ თამაშში ვერავითარ გადაწყვეტილებას და ვერავითარ ზემოქმედებას ვერ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქართველებს წაადგენს. ჩვენი აზრით და არა მარტო ჩვენი აზრით, საქართველოში მომავალი კეთილდღეობა, ქართული ერისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალი კეთილდღეობა სწორედად რომ კანონიერებისა და სამართლიანობის კანონიერების ხელისუფლების აღდგენაშია, რამე თუ დღეს ყველას კარგად მოიხსენება 91-93 წლებში საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას სამართალ მემკვიდრეობა არავისთვის გადაუცია. რამე თუ დღესაც ყველას კარგად მოიხსენება, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების პირველი პირი ბატონი ბესარიონ გოგუშვილი დევნილობაშია ფინეთში. რამე თუ დღესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მოეხსენებოდეს და კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ დემოკრატიული თავისუფალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში არ შეიძლება, სადაც კი ერთი ოკუპანტის ჯარისკაცი დგას და რამე თუ დასავლეთის ყველა ქვეყანამ იცის და ყველა ქვეყნის ლიდერმა იცის, რომ საქართველოში დღეს კვლავაც დგას რუსის საოკუპაციო ჯარი, რომელ დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი და რომელ გამოსავალზეა დღეს საუბარი. ერთი მეფის ნაცვალი კრემლისა შეიძლება მეორით არაფერს სიკეთეს არ მოუწევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველებს. ჩვენი აზრით, ალბათ დამეთანხმებიან მეგობრები, გამოსავალი ერთადერთია, რამე თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მხარს საფუძველზე უნდა იდგეს და ეს მხარი საფუძველი გახლავთ 90 წლის არჩეული ხელისუფლების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები. ჩვენ მზად ვართ და წლების განმავლობაში მზად ვიყავით, ბოიკოტი ვეცხადებინა და ბოიკოტს ვაცხადებდით უკანონო არჩევნებისა, რამე თუ წამს გჯერავს უკანონო არჩევნებით საქართველოში კანონიერება არ დამყარდება, უკანონო არჩევნების სამართლიანობა არ აღდგება და ერთადერთი გამოსავალი საქართველოში გახლავთ კანონიერებისა და სამართლიანობის დევნილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. დიდი მადლობა.